ძირფასო სვენელება და მეგობრებო, ახლა მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ არხ ეზოტერические პრაქტიკის ვიდეოს, რომელიც ეხება დღევანდელ დღეს. შვიდ საათამდე მოსკოვის დროითო, ეს რუსია თვითონ ვინც ეს ვიდეო ჩაწერა, ამიტომ მოსკოვის დროს ახსენებს, ესე იგი ჩვენი დროით 8 საათზე. დილის 7 საათამდე მოსკოვის დროით მთვარეს ჯერ კიდევ აქვსო შენარჩუნებული კავშირი მზესთან, ამიტომ პროცესები, რომელიც შეუშვა დაბნელებამ, აგრძელებენ ძალის აგრძელებენ გაძლიერებას და ახლა სრულიად არა საჭირო გაიგო რისკენ მოგვიყვანს ეს ყველაფერი. დაბნელება იშვიათად ხსნიან მთელ სცენარის უცებ ერთიანად. ზოგჯერ მაგალითად ხდებაო პატარა საუბარი, ან შეხვედრა შეიძლება მოხდესო, ან მოდის ახალი ამბები, იცლებაო გეგმები, ან ჩდებაო უცნაური შიდა შეგრძნება, რომ აწი ყველაფერი იქნება სხვაგვარად და ნამდვილი აზრი ამ მიმდინარე პროცესებისა გასაგებია მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ ან რამდენიმე თვეების შემდეგ. ამიტომ ჩემო მეგობრებო, 13 აგვისტოს მე დავარქმევდიო ახალი რეალობის დღედ დაბნელების შემდეგო. არა იმიტომ, რომ დღეს აუცილებლად უნდა მოხდეს რაღაც გრანდიოზული, არამედ იმისთვისო, რომ სივრცე იწყებსო ჩვენთვის ჩვენებას იმ ცვლილებების შედეგებისაო, რომლებიც იყო შეშვებული დაბნელების წინ. და მთავარი ასტროლოგიური მოვლენა 13 აგვისტოს ხდება მთვარის გაერთიანება ბედის ღერცთან. ესე იგი, მთვარის კარმიულ კვანძებთან. კონკრეტულად მთვარე გადის სამხრეთ ქვემავალ კვანძს, ანუ ქვევით ნისხაჯაში ქვემავალ კვანძს, რომელიც პასუხობს ჩვენ წარსულ კარმაზე. და ეს ძალიან სიმბოლურად მზის დაბნელების შემდეგ ჩანს, რომელიც აგრეთვე ხდებოდა ამ სამხრეთ კვანძზე. ამიტომ დღეს ეს ყველაფერი შეიძლება გამოვლინდეს ჩვენი ცხოვრების რაღაც პირობებში, გარემოში, შეიძლება ამოტივტიდესო რაღაც ძველი სცენარები, ან ძველი ჩვევები, ან ძველი ურთიერთობები, ან ძველი აი თუ ვინმესთან ადრე ქონდა თქვენ ძალიან ახლო კავშირი, შეიძლება ეს კავშირი გამოჩნდესო ახალ და შეიძლება დაბრუნდესო რაღაც თემა წარსულიდან, ან შეიძლება თქვენო შეგახსენოთო თავი ისეთმა ადამიანმა, რომელსაც დიდი ხანია არ შეხვედრილ ხართო, ან შეიძლება შეიქმნასო ნაცნობი სიტუაცია, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა ჩდება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ისევ იცხოვრო ძველი სცენარით, ისევ გაიარო ძველი სცენარით, უпростоრად ეს ყველაფერი მოხდებაო იმიტომ კი არა, რომ თქვენ გაიაროთო ძველი სცენარით. არა, ძველი სცენარით არაფერი იქნება. არამედ ეს ხდება ყველაფერი იმისთვის, რომ თქვენ გაიგოთ, რატომ დადგა დრო, აირჩიოთ სხვა გზა. ამიტომ მთვარე აძლიერებს კონფიგურაციას მარსთან და ხერონთან
ტრაპეციაში კენწეროებზე. ამიტომ გლობალური პროცესები ისევ არიან უნარიანები, ძალიან ჩქარა გახდნენ ჩვენი პირადი ცხოვრების ნაწილი. ახალი ამბები, გადაწყვეტილები, სხვა ხალხის გადაწყვეტილები, წესების შეცვლა, მოულოდნელი გარემოებების შექმნა, ეს ყველაფერი გვაიძულებს ჩვენი გეგმების კორექტირებას და ის რაც თავიდან მოგვეჩვენება შეფერხება ან დისკომფორტად სრულად შეიძლება აღმოჩნდეს იმ იმპულსად, რომელიც გვაიძულებს ჩვენ გამოვიდეთ დიდი ხნის უკან ამოწურული სცენარებიდან. პირველი საათის შემდეგ და 3 საათის შემდეგ დღისით, ანუ 13 საათის შემდეგ და 14 საათის შემდეგ კიევის, მინსკის და მოსკოვის დროით მთვარე მოძრაობდეს იქნება ქალწულის ნიშანში და ენერგეტიკა, დღის ენერგეტიკა შესამჩნევლად შეიცვლება. ესე იგი გაჩნდება დემონსტრატიული მოქმედებები, აუცილებლობა მშვიდად შეხედოთ სიტუაციას და თქვენ თავს კითხოთ. კარგი, მაგრამ ახლა კონკრეტულად რისი გაკეთება შეიძლება? ქალწული ხომ გვაბრუნებს ჩვენ იმ დეტალებისკენ, იმ დეტალებში, იმ სახ აზრთან, პრაქტიკულ გადაწყვეტილებებთან და დიდი ენერგეტიკული ამ დაბნელების, დიდი ენერგეტიკული პროცესების შემდეგ ის თითქოს ჩვენ გვთავაზობს ავიღოთ ქაღალდის ფურცელი და დავიწყოთ გარჩევა თუ ჩვენ რეალურ ცხოვრებაში რისი შეცვლა გვინდა, ან რისი შეცვლა არის აუცილებელი, რომელი გეგმებს უნდა გავუკეთოთ ჩვენ კორექტირება, რაზე უნდა ვთქვათ ვარი, რა უნდა გამოვასწოროთ, ან რა ახალი ჩვევები უნდა ჩამოვაყალიბოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ 14 საათის შემდეგ, როდესაც მთვარე გადავა ქალწულის ნიშანში, იწყებს აქტიურად მუშაობას კიდევ ერთი ფაქტორი. ეს არის მთვარის ურანთან დაძაბულობა. პლანეტა ურანი იგულისხმება. როდესაც ირთვება ურანი, ხომ ხდება რაღაც მოულოდნელობები. ამიტომ მეორე დღის დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია უეცარი ახალი ამბები, ტექნიკური შეფერხებები, შეხვედრების გადავადება და მოულოდნელი გადაწყვეტილებები და სიტუაციები, რომლებიც ითხოვენ ჩქარ გადაწყობას. ამიტომ მნიშვნელოვანია დღის მეორე ნახევარში შეინარჩუნოთ გიბკას ელასტიურობა, რა ასე ვთქვათ. თქვენი გეგმები თუ შეიცვლება, ამ გეგმების ქვეშ უნდა გადაეწყოთ. თუ მოვა მოულოდნელი ინფორმაცია, ჯერ შეისწავლეთ ეს ინფორმაცია, შემდეგ გამოიტანეთ დასკვნები. თუ მოვა ახალი წინადადება, არ უარყოთ ავტომატურად ეს ახალი წინადადება. მხოლოდ იმიტომ, რომ ის გუშინ არ იყო თქვენ სცენარში, ან თქვენი დღის წესრიგში. მაგრამ არც გადაწყვიტოთ უცებ უკან მოუხედავად შეცვალოთ თქვენი ცხოვრების სცენარი. დაბნელების შემდეგ მოვლენებს უნდა მისცე დრო იმისათვის, რომ გამოავლინონ ნამდვილი აზრი
და სიბრძნის მაგალითად მინდაო მოვიყვანო ეს ერთი ციტატა. როდესაც ბედი ჯერ გიკეტავ შენ ძველ კარებს და შემდეგ განახებს იმ ახალ კარებს, რომლის გაღება ღირს, ამიტომ მეგობრებო 13 აგვისტოს არ მოსთხოვოთ ცხოვრებას საბოლოო პასუხები. უბრალოდ ყურადღებით დააკვირდით საით მიგმართავს თქვენ ის მზის დაბნელების შემდეგ. როდესაც ზოგჯერ უბრალოდ ზოგჯერ პირველი ნიშანი იმისა რომ ბედი ცulis თქვენ გეზს ჩადებულია ზუსტად იმაში რომ ძველი გზა მოულოდნელად წყდება. ანუ ის ძველი გზა რომლითაც თქვენ სადღაც უნდა წასულიყავით ის გზა მოულოდნელად წყდება და ამის გარდა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რომ დღეს ენერგიები იმუშავებენ უკვე მეორე მთვარის დღეღამეში უпростоრად არასწორად გადავთარგმნე. დღეს ენერგიები მუშაობენ რომ მთვარის მეორე დღეღამეში, ანუ აწი. მეორე მთვარის მეორე დღე იწყება დილის 5 საათზე 33 წუთზე, ანუ 6 რომ დააგდება დილის 6 საათს რომ დააგდება სადღაც მიახლოებით 34 წუთი. მოსკოვის, მინსკის და კიევის დროით. და დღეს შემოძვირი მეგობრებო, ჩვენ შევდივართო მთვარის მეორე დღეში. და ეს არისო უჩვეულო სივრცე, როდესაც იწყება მთვარის ახალი ციკლი და შესაბამისად იწყება ახალი ცხოვრისებული პროგრამების დაგეგმარება. თუ ახალი მთვარე ანუ სავსე მთვარე არა ახალი მთვარე ეს არის სიწყნარის მომენტი, განულების მომენტი. მთვარის მეორე დღე ეს არის პირველი ჩასუნთქვა ახალი რეალობისა და იქნებ გამომდინარე თუ ჩვენ რას ჩავისუნთქავთ, რას შევუშვებთ ამ ჩასუნთქულ ხაერთან ერთად, ამ დღეს პირდაპირ არის დაკავშირებულიო თუ როგორი იქნებაო თქვენი აწინდელი მთვარის თვე. მეორე მთვარის მეორე დღის სიმბოლო ეს არისო ხვავი ბარაქის დღე და ეს არის ძალიან ლამაზი მეტაფორა, რადგან ამ დღეღამის მთვარის მეორე დღის დღეღამის ენერგია ჩვენ პირდაპირ გვეუბნება შენ იღებ იმას რისი შენ იღებო იმას თუ რის მისაღებად ხარ მზად. მაგრამ აქ მთავარი საფუძვლიანი სიტყვა არის მიღება. მთვარის მეორე დღეს ჩვენ სამყარო გვამოწმებს თუ რას ავირჩევთ ჩვენ და რას შემოუშვებთ ჩვენ ცხოვრებაში. როგორ ფიქრებს, როგორ ემოციებს, როგორ სურვილებს, როგორ გადაწყვეტილებებს და რა გადაწყვეტილებები გახდება თქვენი ახალი პროგრამა შემდგომ თვეში. ზუსტად ამიტომ ეს დღე ითვლება კვების დღედ, არა მხოლოდ ფიზიკურ გაგებაში, არამედ პირველ რიგში ენერგეტიკულ გაგებაში, ემოციონალურ და ინფორმაციულ გაგებაში. და ყველაფერს, რასაც ჩვენ დღეს შთანთქავდე იქნება, დადგება არა მხოლოდ ჩვენი ნაწილი, არამედ ჩამოაყალიბებს
პროგრამებს ამ თვის ამ თვარის ამ შემდგომ თვეში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იყოთ გაცნობიერებულები, იფიქროთ თუ თქვენ დღეს ვისთან გექნებათ ურთიერთობა. რაში მოაქვს ადამიანს ჩვენ ცხოვრებაში იმ ადამიანს რომელსაც თქვენ ურთიერთობთ. იქნება პოზიტივი თუ ნეგატივი. გაფილტროთ უნდა ყველაფერი ის, რასაც ვუყურებთ, რასაც კითხულობთ, რასაც ვისმენთ. ჩვენი აზრებიც კი, რომელიც ჩვენ მოგდეს, ეს ყველაფერი უნდა გაფილტროთ და რადგან დღეს თქვენ ბუკვალურად აპროგრამირებთ თქვენ თავს, თქვენ ცხოვრებას, თქვენ სიცოცხლეს, ამ თვეში. და ძალიან საინტერესოა ეს, რადგან ამ დღეს მუშაობს ჩვენი შინაგანა ეხო. არის ძალიან წვრილი მექანიზმი თუ რაღაც თქვენი რასაც თქვენ დღეს იგრძნობთ თქვენ შინაგანად იგრძნობთ გაფართოებას, სიმსუბუქეს, ინტერესს. ორი დღეა მე ვარ ენერგიული, უბრალოდ ენერგეტიკული კი არა, ვარ ენერგიული, ვარ ხალისიანი, მომემატა ენერგია, თითქოს ამე ვიღაც ტუმბავს ამ ენერგიით. ეს ორი დღე ვარ ისეთ ენერგიის დონეზე, არა, მე სულ არასაკურველია მხნე, მაგრამ აი ეს ორი დღე მართლა რაღაც განსხვავებულად ვარ. ესე იგი ჩემზე ამ დაბნელება მიმოქმედა კარგად. გუშინდა დღეს და თუ ეს თქვენი არ არის, ეს თუ თქვენია, თქვენ იქნებით შემსავით, ენერგია მოზღვავებული, მაგრამ ეს თუ თქვენი არ არის, შეიძლება ბუკვალურად თქვენ მოგივიდეთ ფიზიკური უკუგდება, სიმძიმე, მსუბუქი გაღიზიანება. ესე იგი თუ თქვენი ინტუიცია რაღაცას კარგ ნახობს, რომ აი ეს ჩვენია და ეს არა ჩვენი. ამიტომ ჩვენ დღეს შეგვიძლია ასეთი პრაქტიკა გავაკეთოთო. კითხოთ, ჩავატაროთ უბრალოდ კითხოთო ჩვენ თავს, დაუსვათო კითხვები და შემდეგ მოვუსმინოთო სხეული როგორ გიპასუხებთ, ან რას შეგრძნებას მოგაწოდებთ. და მთავარია დღეს არ წახვიდეთ თქვენი საკუთარი თავის წინააღმდეგ. არ აიცულოთ თქვენი საკუთარი თავი, რამე გაიგოთ ის, რაც რის პასუხს თქვენ დღეს ვერ გებულობთ. არ აიძულოთ. ეს ეხება საჭმელსაც, ინფორმაციასაც, ურთიერთობასაც, არჩევანსაც, აგრეთვე წვრილ დონეზე, აგრეთვე შიდა დონეზე, ლოგიკით კი არა, შელზნებებით. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. თვარის მეორე დღე არ გულისხმობს მძაფრ მოქმედებებს, უცებად გადაწყვეტილებებს, არა. ეს აქ საუბარია დასახულობების ფორმირებაზე მიღების გავლით. დღეს თქვენ, როდესაც არჩევთ ამოცანებს შემდგომ თვარიან თვეზე, მნიშვნელოვანია დაამატოთო. მე მზად ვარო შემომუშვა ეს ჩემ ცხოვრებაში. და იმისთვის, რომ გააცლიეროთ ეს პროცესი, გთავაზობთ უბრალო, მაგრამ ძალიან ძლიერ პრაქტიკას. რიტუალის ჩასატარებლად ავიღოთო ჭიქას სავსე წყლით, სულთა წყლით, დასალევი წყლით, აგრეთვე და გავამზადეთ წინასწარ. დაჯექით შვიდად, მოდუდით. შემდეგ დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ თქვენში გადაიშალა ახალი თვის სივრცე. სუფთა, ნათელი, თავისუფალი, სადაც არ არის არანაირი ვალდებულებები და შეზღუდვები. და ახლა თქვენ თავს კითხეთ, რის შემოშვება მინდა მე ამ თვარის თვეში. აი, შევჩერდები ახლა მე თქვენს ახლა თუ გაქვთ მომზადებული წყალი, ან მოამზადეთ და დაფიქრდით ახლა, წარმოიდგინეთ თვარის სივრცე. რა გიდათ თქვენ? მე არ გავახმიაო, ვაპატიეთ,
მე არ ვიტყვი ხმამაღლად რა მინდა მე ჩემ თავს ვეტყვი მე ჩემი ჩანაფიქრი ჩავიფიქრე არის ჩქაროთ დაელოდეთ რომ ამ თქვენ ეს თქვენი პასუხი მოვიდეს შეგრძნებებით და თუ მე ხლა რაღაცები ვისურვე სულიერი მიმართულებით და ისეთი შეგრძნება მოვიდა თითქონას მიპასუხეს და რეზონანსი წამოვიდა ჩემსკენ აი ეს რეზონანსი თახმობის ესე იგი ჩემი სურვილები მიიღეს და შემდეგ აიღეთ ჭიქა წყალი და თქვით გინდათ ხმამაღლა გინდათ თქვენ უხმოთ ფიქრებში რომ მე მივიღებ ამას ჩემ ცხოვრებაში მე მივიღებ ამას რაც გავიფიქრე ჩემ ცხოვრებაში ეს მოდის ჩემთან ეს უკვე ჩემია ეს მოდის ჩემთან ეს უკვე ჩემია მე ეს მივიღე და მე ამას ახლა დავლებ თქვენ თვალყი და ნელა დალიეთო ეს წყალი და წარმოიდგინეთო ეს მდგომარეობა როგორ შედის შენში დადგება შენი ნაწილი მე უცებ გადავკარი მაგრამ მაინც შედარებით ნელა დავლიე უცებ გადავკარი ქვია რა ცოტა წყლბად უნდა დალიო მაინც მე ჩავილაპარაკე წყალში რომ ეს ჩემთან მოდის ეს ჩემია და დავლია ეს ყველაფერი რა თქვენ ახლა მოისურვეთ ხო ეს ყველაფერი იწყეს თქვენში ცხოვრებას ეს არის წვრილიდონის მაგრამ ძალიან ძლიერი დამუხტვა ახლა კი მოდითო დავამაგროთო ეს აფირმაციების გავლით და რეკომენდაციას გაცემთო მე თქვენ ახლა ეს ხმამაღლად გაიმეოროთო ან თუ გიდათო კომენტარებში ჩაწერეთო ეს გააძლიერებსო ეფექტს რა მე ხმამაღლად აგერ ისედაც წავიკითხავ მე ვიღებ ამას ყველაფერს ჩემ ცხოვრებაში რაც მე მიმიყვანს სულიერი გაზრდისკენ და ბედნიერებისკენ ჩემი სიცოცხლე ივსება შესაძლებლობებით და ხვავით და ბარაქით მე ღია ვარ ახალისთვის ახალი პროცესებისთვის და ვანდობ ყველაფერს ჩემი ცხოვრების ნაკადს ძირფასო მეგობრებო დღეს უნდა დააფიქსიროთო ენერგეტიკული პოზიტიური ენერგეტიკული სცენარები თქვენი ცხოვრებიდან ამ უახლოებს თვარის ციკლში თვარის პერიოდის დრო ამ თვარის ციკლის პერიოდის დროს და ხო დამთავრდა და სურვილს გვიგზავნის ეს ავტორი ამ ვიდეოსში რომ ყოველი დღე იყოსო ჰარმონიული და სასწაულ მოქმედი ყოველ თქვენთაგანი ცხოვრებაშიო მეც იგივეს გისურვებთ ყველას კიდევ არ დავიხლები შეგახსენოთ იყავით განწყობილი პოზიტიურად მაღალ ნოტაზე და არ დაიღალოთ ამ პოზიტიური ენერგიების გაფრქვევით გარშემო არ დაიღალოთ სიყვარულის გაფრქვევით მუდამ იყავით დადებითად განწყობილი მუდამ იყავით ბედნიერები და რაც მთავარია თქვენ თავს ეცით პატივი
ნურაზროს ნუწახვალ თქვენი თავის წინააღმდეგ. არ უღალატოთ თქვენ თავს. თქვენ თუ თვითას უღალატეთ, თქვენ როგორ დაეხმარებით სხვას? ჯერ თქვენ თავს უნდა ცეთ პატივი, ხალხო. თქვენ საკუთარ თავს. ჯერ თქვენი თავი უნდა შეიყვაროთ. აი შემდეგ დაგიწყებენ სხვები პატივისცემას. მადლობთ ყურადღებისთვის. დროებით